პროდუქციის ხაზის გამრავალფეროვნებას გეგმავს ქართული საკონდიტრო ჩიზკეიკი კომპანია აპირებს როგორც ნიშურ ნაწარმზე, ასევე ისეთ პროდუქციაზე მუშაობას, რომელიც გლობალურად პოპულარული და მოთხოვნადია. Როგორ ემზადება საკონდიტრო ჩიზკეიკერი აღდგომისთვის, რას თავაზობს მომხმარებელს, ყველა დეტალს თათა გაფრინდაშვილი, ჩიზკეიკერის საოპერაციო დირექტორი გაგვიზიარებს. თათა, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. უპირველესად, სანამ გადავალთ იმ სააღდგომო სამზადისზე, რაც ჩვენ სტუდიაშიც იგრძნობა უკვე ჩიზკეიკერისგან, მინდა ერთგვარი მიმოხილვა გავაკეთოთ. კომპანია ჩიზკეიკერის როდის დაიწყო ოპერირება, რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც კომპანია კონცენტრირდება და ის შეთავაზებები, რაც აქვს მომხმარებლისთვის. ჩვენი ისტორია 6 წელზე მეტია, რაც დაიწყო. თავიდან დავიწყოთ ჩვენი შეფ-კონდიტორის სამზარეულოში. სახლში ამზადებდა დესერტებს და ისევ აწვდიდით მომხმარებლებს, თუმცა წლების განმავლობაში გავიზარდეთ წარმოება. ამ 6 წლის განმავლობაში რამდენიმე ფართი გამოვიცვალეთ და უფრო ვიზრდებოდით ამ პერიოდში. და მთავარი მიმართულება ის რაც გქონდა იყო მომხმარებლის ვაწოდებდით დესერტებს, თუმცა გავზარდეთ და გადავედით B2B ბიზნეს უშუალოდ კორპორატიულ შეკვეთებზე, კორპორატიულ გაყიდვებზე და ბიზნესს ვაწვდით ჰორეკა სექტორს. სხვადასხვა კაფეებს, რესტორნებს, სასტუმრო ქსელებს, პატარა ყავის მაღაზიებს, ანუ იმ დაწესებულებებს, ვისაც თავისი საკონდიტრო ხაზი არ აქვს, თავისი კონდიტერი არ ყავს და ცდილობს ეს აუთსორსით შეიტანოს დესერტები. ეს მიმართულება გავაფართოვეთ უკვე დაახლოებით 2 წელია. ახალი ხაზი გავაფართოვეთ და ახალ წარმოებაში გადავედით და საკმაოდ წარმატებულად, რადგან საკმაოდ დიდი ბაზა გვყავს კლიენტების და თანდათან ემატება, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ პროდუქტს ვთავაზობთ და მთავარი პროდუქტი ჩვენი არის ჩიზკეიკი, აღდგომაზე და სადღესასწაულო დღეებში გვაქვს რა თქმა უნდა ის პროდუქტი, რასაც მომხმარებელი ითხოვს, თუმცა ჩვენი მთავარი პროდუქტი არის ჩიზკეიკი, რომელიც აი ჩვენ B2B კლიენტებს ძალიან მოწონთ და საკმაოდ გაყიდვადი. კი ბატონო. თათა, როგორ კონცენტრირდება ბიზნესში ეს მიმართულებები? აქცენტი უფრო მეტად საცალო მომხმარებელზე კეთდება თუ B2B-ზე? აი, პროცენტულად როგორ ნაწილდება ბიზნესის ეს ორი მიმართულება კომპანიისთვის? ამ ეტაპზე უფრო კონცენტრირება ხდება B2B-ზე, დაახლოებით 60-40 გადანაწილებით ვიტყოდი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ასევე აქტიურად არ ვმუშაობთ პირდაპირ ჩვენს მომხმარებლებსა და იმ ანუ ასე ვთქვათ, ჩვენ ამდენ 6 წლის განმავლობაში მომხმარებელთა ბაზაზე რაც დავაგროვეთ, ანუ ჩვენი საყვარელი და მომხმარებლები, რომლებიც გვენდობიან, მათთანაც ძალიან ხშირად, ანუ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ვცდილობთ, რომ სულ შევთავაზოთ აი ახალი ტრენდები რაც არის, მოთხოვნა რაც მოდის მომხმარებლიდან და ასე ვთქვათ, ავეწყოთ მათ მოთხოვნებს. ამ ზრდაში და განვითარებაში რა როლი აქვს წინა სადღესასწაულო პერიოდებს? ამ დროს რა ხდება ხოლმე, მოთხოვნა რამდენად იზრდება და თავად ბიზნესი როგორ ემზადება ამ პერიოდისთვის? რა თქმა უნდა, როგორც ყველა საკონდიტროსთვის, ჩვენთვისაც წინა სადღესასწაულო პერიოდი არის ძალიან შრომატევადი, დატვირთული, თუმცა ასევე ძალიან სასიამოვნო. აღდგომა და ახალი წელია ესეთი მასშტაბური დღესასწაულები და ამ დროს ფაქტიურად გადავდივართ 24 საათიან მუშაობის რეჟიმზე, მოთხოვნა იზრდება თითქმის 100%-ით და ყოველთვის ვცდილობთ, რომ ადრე დავიწყოთ სამზადისი, რომ მოემზადოთ და მომხმარებელს მომზადებული შევხვდეთ, ასე ვთქვათ. ახლა რა ხდება? წინა სააღდგომოდ რამდენად დაიწყო უკვე აქტიურად შეკვეთები? წინა სააღდგომოდ აქტიურად დაიწყო, ერთ კვირაზე მეტია უკვე მომხმარებლებს კორპორატიულისგან განსხვავებით მომხმარებლებს უკვე ერთ კვირაზე მეტია ვთავაზობთ აქტიურად პასკებს, ანუ როგორც ტრადიციულ პასკებს, ასევე ხაჭოს პასკებს. კორპორატიული შეკვეთებით საკმაოდ აი ახლა ბოლოსკენ ვართ, ანუ ბოლო რამდენიმე კორპორატიულ შეკვეთეს აღება შეგვიძლია, უკვე დაიხურება კორპორატიულ შეკვეთების მიღება და ან ძალიან აქტიური სამზადისია. მომხმარებელი უკვე აი როგორც ადრე იყო, რომ პასკას აღდგომამდე არ აღდგომის დღემდე არ ხდებოდა მირთმა, ეხლა მსგავს სიტუაცია აღარ არის. პირიქით 2-3 კვირით ადრე ყველა იწყებს ძებნას, რომ რომელი პასკა ჯობია. და ამიტომ ჩვენ ერთგულ მომხმარებელს თავაზობთ იმ გემრიელ და დასამახსოვრებელ გემოს და უკვე თითქმის 1 კვირა, რაც დაიწყო აქტიურად საცალო პასკების გაყიდვებიც. თუ შევადარებთ გასულ წელს, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა და ეს როგორ აისახება უკვე ბიზნესზე?
მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, ჩვენ ასევე გაყიდვის ქსელებიც გავაფართოვეთ, მაგალითად წელს მთელი თბილისის მასშტაბით და ასევე ბათუმშიც იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი პასკები. ვოლტ მარკეტიდან შეძლებენ ჩვენი მომხმარებლები გამოძახებას, ანუ უფრო გამარტივდა, ჩვენი პასკები ხელმისაწვდომი გახდა უკვე ყველასთვის და ანუ უკვე იქაც შეძლებენ შეკვეთას და გარდა ამისა ჩვენ უკვე მეორე წელია ხაჭოს პასკები დავამატეთ. შარშა მქონდა პირველი წელი და მოთხოვნამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სიმართლე გითხრათ არ ველოდით ამ ხელა მოთხოვნას. წელს უკვე ვიცით რა ხელა მოთხოვნაც იქნება, აქტიურად უკვე დავიწყეთ ამისთვის მზადება და პრინციპში უკვე ვაწვდით მომხმარებელს და ველოდებით რომ საკმაოდ გაზრდილი იქნება წელსაც საცალო გაყიდვები. კი ბატონო. აქ ორი სახეობაა წარმოდგენილი. ხო, უბრალოდ ორი სხვადასხვა მიმართულება, ხაჭო და ტრადიციული პასკა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა მომხმარებელი რაზე აკეთებს წელს აქცენტს და არჩევანს და ზოგადად როგორ შეიცვალა მომხმარებლის გემოვნება, რამდენად მრავალფეროვანი გახდა. აი, რა სიტყვას დღეს მომხმარებელი? ზოგადად ხაჭოს პასკებზე ესეთი მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა არა მარტო ჩვენთან, არამედ მომხმარებელშიც. წელს ძალიან გაზრდილია მოთხოვნა, ანუ აქტიურად გთხოვენ რომ შევთავაზოთ ხაჭოს პასკები და სწორედ მაგიტო დავამატეთ ჩარშან, თუმცა ტრადიციული პასკები მაინც უფრო მოთხოვნადია და ყველასთვის საყვარელი გემო პასკის მაინც ტრადიციულ პასკასთან ასოცირდება. თუმცა ჩვენც გარკვეულ ვარიაციებს ამ ტრადიციული პასკის იმის გარდა რომ გვაქვს ჩვენი რაც მომხმარებელს უყვარს უკვე 6 წელია ის ტრადიციული პასკის გემო, ვთავაზობთ სხვადასხვა ვარიაციებს, სხვადასხვა ზედსართებს, გაფორმებებს, დეკორს და ასე შემდეგ. ფასების ნაწილზეც მინდა გკითხოთ, ყოველ წელს ხდება ხოლმე ამის შედარება და ამაზე მსჯელობა ხო მომხმარებლის მხრიდან და წელს როგორია ვითარება, რამდენად მოგიწიათ ფასების დაკორექტირება გასულ წელთან შედარებით და დაახლოებით საიდან სადამდე მერყეობს ღირებულება? მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის ფასი საკმაოდ გაზრდილია, ჩვენ მაინც ვეცადეთ, რომ მინიმალური ცვლილება გქონოდა და დაახლოებით 5%-ამდე არის ცვლილება შავშანდელთან შედარებით ფასებში. ჩვენი ტრადიციული პასკების ფასი იწყება 30-დან 40 ლარამდე მერყეობს წონის მიხედვით, ხოლო ხაჭოს პასკები 35-დან 45 ლარამდე მერყეობს, ესეც წონის მიხედვით. შავშანდელთან შედარებით მართლა ვეცადეთ ყველანაირად რომ არ ყოფილიყო ესეთი მგრძნობიარე მომხმარებლისთვის და მინიმალურად გავზარდეთ ფასი. რამდენად არის დღეს ეს გამოწვევა საკონდიტრო ბიზნესში, როგორც თქვა ფასებს ნედლეულის ფასთა ცვლილებიდან გამომდინარე? რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და ვცდილობთ მაქსიმალურად, ანუ ჩვენ ხარისხის კვალობაზე არ ვცდილობთ, რომ ფასი შევამციროთ, ანუ ხარისხს მაქსიმალურად არაფერი არ უნდა შეეხოს, იგივე ხარისხი უნდა შევთავაზოთ მომხმარებლებს და უკიდურეს შემთხვევაში რაც გვიწევს გაძვირება, ვცდილობთ, რომ ნაკლებად მაინც უფრო ჩვენ, ანუ ასე ვთქვათ, საკონდიტროს მხარეს ავიღოთ ეს დარტყმა და მომხმარებელმა ნაკლებად იგრძნოს. კი ბატონო. თათა ბოლოს მინდა გკითხოთ გეგმები. მრავალფეროვანია ხო ამ მიმართულებითაც გეგმავთ სხვადასხვა ახალი მიმართულების დამატებას საკონდიტრო ნაწარმის კუთხით და საინტერესოა რა გეგმები გაქვთ და როდისთვის იგეგმება ამ ყველაფრის განხორციელება? გეგმების საკმაოდ ესეთი მრავალფეროვანი და მასშტაბური გვაქვს. გვეგმავთ რომ გავზარდოთ ეს B2B ხაზი და B2B მიწოდება და გავზარდოთ არეალი. გარდა ამისა ვცდილობთ რომ არ ჩამოვრჩეთ, ასე ვთქვათ, ტენდენციებს და იმის მიუხედავად რომ ჩვენი მთავარი დესერტი მაინც ჩიზკეიქია, ყოველთვის მომხმარებელს ვთავაზობთ იმ პოპულარულ დესერტებს, რაც იმ მომენტისთვის მომხმარებელი, რასაც იმ მომენტისთვის მომხმარებელი ითხოვს. ამ ორივე მიმართულებით საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს, გაფართოებას ვგეგმავთ და მოკლედ გზრდა და განვითარებას. თათა, ბაზარიც საკმაოდ ზარდია, ხომ? კონკურენტული გახდა ეს ბიზნესი, ძალიან ბევრი ახალი მწარმოებელიც გაჩნდა ბოლო წლების განმავლობაში და თქვენ შემთხვევაში რა არის ის თავარი ნიშა, რაც გიჭირავთ იმისათვის, რომ კონკურენტული უპირატესობა და თქვენი მომხმარებელი მუდმივად შეინარჩუნოთ? ძალიან დიდი კონკურენცია, მართლა 6 წლის წინ რომ დავიწყეთ ფაქტობრივად. ხო, ალბათ არ იქნებოდა ხო ეს თვითონ? გემრიელ ჩიზკეიქს არაფერს არ ეწვენება, მაგრამ ფაქტიურად ვერ შეჭამდა, მაგიტომაც დავიწყეთ ეს ბიზნესი. ეხლა მომხმარებელიც უფრო გაიზარდა, უფრო დიდი მოთხოვნები აქვს და ჩვენთვისაც ეს რა თქმა უნდა გამოწვევა. მთავარი, რასაც რის გამოც კონკურენტულები ვართ, არის 6 წლიანი გამოცდილება, რაც დავაგროვეთ. ჩვენ მივხსნობთ კარგად ჩვენ მომხმარებელს და გვაქვს მომხმარებლის მხრიდან ძალიან დიდი ნდობა.
და ასევე მთავარი არის ხარისხი, რასაც ვინარჩუნებთ ამ პერიოდის განმავლობაში და ხარისხი, ასე ვთქვათ, უკომპრომისო ხელშეუხებელია და იმ ხარისხს სულ შევთავაზებთ ჩვენ მომხმარებელს. თათა როცა ვსაუბრობთ მრავალფეროვან არჩევანს ჩიზკეიკის მიმართულებით, ხომ? დაახლოებით რამდენი სახეობაზეა საუბარი და ამ კუთხით რა არჩევანი აქვს კომპანიას? ჩვენ გვაქვს დაახლოებით 10 სახეობის ჩიზკეიკი. მთავარი არის კლასიკური ნიუ-იორკ ჩიზკეიკი, რომლის ბაზაზეც მზადდება უკვე სხვადასხვა ზედსართებით, შოკოლადი, ფისტა, დუბაის ჩიზკეიკი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო შარშან და სხვადასხვა ვარიაციები გვაქვს ჩიზკეიკის. თუმცა მთავარი მაინც მომხმარებელისთვის ყველაზე საყვარელი არის კლასიკური ნიუ-იორკ ჩიზკეიკი. კი ბატონო. კორპორატიულ მიმართულებაზეც გითხავთ, ბოლოს ეს მიმართულება რამდენად მზარდია და ამ კუთხით რა არის გეგმები, რაც აქვს კომპანიას? ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე მზარდია და ამაზე ძალიან დიდ ფოკუსს ვახდენთ და საკმაოდ დაახლოებით 2 წლის წინ დავამატეთ ჩვენ ეს მიმართულება, როცა სხვადასხვა კორპორატიულ კლიენტებს ვაწვდით დესერტებს და ძალიან გაიზარდა და ამ მხრივაც მუშაობთ, რომ უფრო მეტი შევთავაზოთ და უფრო დიდი წარმადობა გქონდეს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეძლოს სხვადასხვა კაფეში და რესტორანში ჩვენი ჩიზკეიკების და არა მარტო ჩიზკეიკის, ჩვენი დესერტების დაგემოვნება. კი ბატონო. თათა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები ჩიზკეიკერს და მოკლედ დაველოდებით თქვენგან მუდმივად სიახლეებს და გეგმებს. თათა გაფრინდაშვილი ჩიზკეიკერის საოპერაციო დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.